ბატონო ირაკლი, მოგიჩათ ხომ? ჯაბაესალიანი მომიკითხე ივანი ქრისტიანი ჯაბაესალიანი. ხედრიოთა რაზმია შექმნილი აგერ, ხედრიოთა რაზმი ივანი ქრისტიანი. მთელი პოლიციის სრული შემადგენლობით სასამართლოს პოლიციაში რა ჩათვალეს რომ ირაკლი გებუაძეა დასაცავი ბათუმის პოლიციის უფროსი რომელიც ახლა ჩარჯდა სასწრაფო წესით მანქანაში და დატოვა სასამართლო დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში იკითხებოდა სწორედ ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი გებუაძე ამიტომაც არის აქ ძალიან ბევრი პოლიციელი მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნები რაზმია შექმნილი ბიძინა ივანიშვილმა შექმნა კანონის წინაშე პოლიციელი და მოქალაქე არის თუ არა თანასწორი რატო დალატობენ მე პოლიციელები მოქალაქეებზე იმიტომ რომ მეორე მხედროთა რაზმი შექმნა მეორე ჯაბაესალიანმა ივანიშვილის სახით ეს არის დღესავის ნათელი ეს არის მოქალაქე ზურაბ ირემაძე რომელიც აპროტესტებს პოლიციელების მოქმედებას მათ შორის სრულ ჩვენებების მიცემას პოლიციელების მხრიდან შეხედავთ რა მასშტაბის მობილიზება პოლიციელების მხრიდან იმისთვის რომ დაიცვან მოძალადე პოლიციელი ირაკლი გებუაძე ამ შემთხვევაში რომელიც დღეს მისცა ჩვენება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზიამაღლობელის საქმეზე მზიამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება ეს არსებითი განხილვის ხდომებია მორიგის ხდომა გაიმართა დღეს და სასამართლოს მისცა ჩვენება ირაკლი გებუაძე რომელსაც დაზარალებული სტატუსი აქვს მზიამაღლობელის საქმეში არაერთი გარემოება მიუთითებს ამ საქმეში უკანონობას იმას რომ მზიამაღლობელი არის უკანონო პატიმარი პოლიტიკური პატიმარი და უმთავრესი ამაში არის კვალიფიკაცია როცა სილის გაჭიმის გამო მზიამაღლობელს ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას უფლებადამცველების და იურისტების შეფასებით არ შეიძლება სილის გაჭმა იყოს შეფასებული როგორც თავდასხმა საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაულიც კი არ არის დღეს რა მოისმინეს დარბაზში დამსწრეებმა ირაკლი გებუაძისგან როგორ ემის შეფასება ჩვენ ახლა გავისაუბრებით მალე ადვოკატს მზიამაღლობელის ადვოკატებს რომლებიც რამდენიმე წუთში გამოვდნენ უკვე გამოვიდა სტომათა დარბაზი დატოვა და სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვა ირაკლი გებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსმა ანუ კომენტარად დატოვა ეს ტერიტორია და მთელი დღის განმავლობაში დღეს პირველი საათიდან იკითხებოდა სწორედ ირაკლი გებუაძე. თქვენ ხედავთ კადრში პოლიციელებს, პოლიციის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს. და პოლიციელების უჩვეულო მობილიზება არის იმის გამო, რომ ირაკლი გებუაძე მისცა ჩვენება სასამართლოს, თუმცა მათ არ აქვთ არგუმენტი თუ რატომ ჩათვალეს საჭიროდ ამდენი პოლიციელის მოყვანა სასამართლოში. ზურაბ რო გაგესაუბროთ მოკლედ შეიძლება ზურაბ ვარდიაშვილი პუბლიკას რედაქტორი რა მოისმინეთ დღეს ყველაზე საინტერესო თქვენთვის რა იყო ირაკლი გებუაძის ჩვენებიდან საინტერესო ყველაფერი ისედაც წინასწარ ვიცოდით რასაც ის იყო და იმიტომ რომ დამუშავებული აქვს ეს ვერსიები ისინი ცდილობენ რომ გამოიყვანონ ისე თითქოს მზია თავს დაესხა მას ბრუტალურად დააზიანოს ტაქტიკად, მაგრამ თვითონაც თან ამავდროულად მას უჭირს იმის აღიარება, რომ თავს უსაფრთხოდ ვერ გზნობს და ამიტომაც ეს რა აიბლანდა ამ თემაში, იმიტომ რომ ადვოკატი რამდენიმე სწორ მიმართულებით უტევდა მას, ასე ვთქვათ, უტევდა ამ სამართლებრივი გაგებით და შესაბამისად გამოვიდა ის ამბავი, რომ თან ლოყა აქვს აწითლებული, თან უსაფრთხოდ როგორ იგზნობს თავს ამ ხელა პოლიციის უფროსი კაცია, თან მიაჩნია, რომ მზიას მიერ გართმული ხელი რაზიანს მიაკრა და მას ამავდროულად დიდი დანაშაულია ჩადენილი და ამიტომ უნდა იჯდეს ციხეში და ამავდროულად რაც შეამჩნია მთავარი რაც იყო ის რომ ის ამბობს რომ თქვენ კარგად იცით ის ნაბიჯები რაც შეიძლება გადადგათ იმისთვის რომ ამ ხელას სასჯელი არ მოიხალდან გატეხვა უნდათ ზიას გატეხვა უნდათ ამით ალბათ რა აი მან გააკეთა მინიშნება რომ მზიამაღლობა უნდა აღიაროს დანაშაული თითქოს და მოხდეს საპროცესო შეთანხმება მიანიშნა ხო ეგ უნდა ეგ რატომ გააკეთა თქვენ რა შეგვიძლია შეგექმნათ რატომ იყო რატომ ჩათვალე ეს გზავნილი უნდა ერქვა აი ჰუმანური ადამიანია აი პოლიციის უფროსი თქოს ჰუმანურია ხო რომ ძალიან კარგად გამოჩნდა როგორი ჰუმანურიც არის იქ
ადამიანი გააგრძელა მოსამართლე დარბაზიდან, როდესაც ყვებოდა მასზე განხორციელებულ ძალადობაზე, სწორედ ამ პოლიციის უფროსის მხრიდან და პროკურატურა ისევ რომ ამით დაინტერესებული იყო და გამოეძებინა გებოდის ადვოკატად იყო აქცევი თავიდან ბოლომდე. ალბათ ეს რაბარდიაშვილი იყო ჟურნალისტი, რომელიც ესწრებოდა დღეს სასამართლო განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სხდომა, სადაც დღეს იკითხებოდა ირაკლი გებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი. ეხლა გელოდებიან ჟურნალისტები, ადვოკატებს, რომლებიც გააკეთებენ შეფასებებს, ასევე შეიძლება გააკეთოს მედიისთვის კომენტარი პროკურორებმაც, ისინიც გამოჩნდებიან სწორედ სასამართლოს ფოიეში. პოლიციელების დიდმა ნაწილმა, როგორც უკვე ხედავთ, დატოვეს უკვე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია, მას შემდეგ რაც ირაკლი გებუაძემ დატოვა სასამართლო. აზა რა შეგვიძლია თქვით, აი პოლიციელების უჩვეულო მობილიზებაზე, როცა პოლიციის არაერთი მაღალჩინოსანი დღეს იყო აქ, იმისთვის რომ თითქოს დაიცვათ, ისგან იცავდნენ ირაკლი გებუაძეს, თქვენ რას ფიქრობთ? არ ვიცი, როგორ შეიძლება დაიცვა მოქალაქეებისგან, რომელიც არაფერს არ უშავებს პოლიციას და ჩვენ ნახეთ დღეს, რომ მთელი ქალაქის ყველა განყოფილება იყო მობილიზებული, მე მსგავსი მობილიზება არ მინახავს არასოდეს. გეგონება კრიმინალები იყო სასამართლო დარბაზში და ჩვენ გარეთაც, ვისგან იცავდნენ არ ვიცი. რატომ გააკეთეს ეს თქვენი აზრით? რას უკავშირდებოდა? ჩვენებინათ რომ ძალა აქვს, ძალა უკვე. ანუ ეს ხო ძალის დემონსტრირება? ეს ხო ძალის დემონსტრირება. პოლიციური რეჟიმის კიდევ ერთი სასაჩინო დღე იყო დღეს, რომ გვაჩვენეს, რომ კი, ჩვენს ხელშია ძალაუფლება, მთელი ქალაქი დავიცავთ უსამართლო ხელისუფლებას, უსამართლო სასამართლოს და უსამართლო პოლიციელს, რომელიც ძალადობს ადამიანებზე და მათ შორის ქალს უშვებს პატიმრობაში, ჯერ ყოველ შემთხვევაში არ ვიცით, მაგრამ მთელი ეს პროცესი მაგისკენ არის მაგით არის განპირობებული, რომ ამ ადამიანს უნდა რომ მზია ამაღლობელი გაუშვას პატიმრობაში, იმის გამო რომ მას სილა გააწნა მზია ამაღლობელმა. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, როცა ქვეყანაში ამდენი კრიმინალია. ჩვენ ნახეთ, როგორ დაიღუპა ციხეში პატიმარი, როგორც სემეს იოსებ გორგაძე, ხო, რომელიც სავარაუდოდ აწამეს ციხეში, სწორედ. აწამეს ციხეში, არსებობს ამის კადრები, მე არ მინახავს და ალბათ არც არასოდეს ვნახავ, მაგრამ ადამიანი მოკლეს ციხეში წამებით, ანუ ციხეში მას უსწორდებიან და ამ დროს პოლიციელი დასდევს ქალს, რომელსაც სახეში სილა გააწნა მამაკაცს. წარმოუდგენელი ამბავია, ჩვენ ქვეყანაში გვეღუპება ბავშვები, ქვეყანაში არის უამრავი კრიმინალი, თავს ესხმიან ადამიანებს ქუჩაში, სახლში უვარდებიან ადამიანებს ჩხრეკენ ორსულ ადამიანებს ცირეწლოვან შვილებთან ერთად და ყოველ დღე ქვეყანაში არის კრიმინალი, მაგრამ სასამართლო არის დაკავებული იმით, რომ ჟურნალისტი, რომელმაც სახეში გააწნა პოლიციელს, ამას ასამართლებს. ეს არის წარმოუდგენელი. ბათუმის პოლიციის უფროსი ისევ ირაკლი გებუაძე, მას არც კი შეუჩერეს სამსახურებრივი უფლებამოსილება იმის მიუხედავად, რომ მზია ამაღლობელი და ასევე არაერთი სხვა პირი მას არ დანაშაულებს, ბრალსდებს არადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში, ხო? ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით ამ ფაქტის შესახებ და ცხადია, თუ არ არის პოლიციის უფროსი, მაშინ წარმოუდგენელი ამდენი ევოლუცია. არა, პოლიციის უფროსია. პატაკში ჩანს, რომ მან შეადგინა ახლა რამდენიმე დღის წინ პატაკი ციალაკათამიძის წინააღმდეგ. ანუ ერთი დეგუექმედების გამო უკვე ხელახლა ასამართლებენ როგორც ციალაკათამიძის აქტივის, ასევე მზია ამაღლობელს და პატაკის ავტორი ირაკლი გებუაძე აწერს ხელს როგორც ბათუმის პოლიციის. ანუ ადამიანი, რომელიც უამრავი საქმეა აღძრული, ადამიანი, რომელიც არის ამ პროცესებში ჩართული და ყველა ის კრიმინალური დანაშაულებები, რაც ქალაქში ხდებოდა, მის სახელზე ეწერება, ის ადამიანი ისევ არის მის თანამდებობაზე და უამრავ მთელი ქალაქის პოლიცია დღეს მას იცავს და უკეთებს კორიდორს და ისე ატარებენ. ეს არის წარმოუდგენელი და მე არ ვიცი ეს ვის შეიძლება მოწონდეს და ანუ ადამიანებს, ვინც ამას ხედავს, ვინც ამას უყურებს, ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც მინდა უთხრას, ეს ხო წარმოუდგენელი ამბავია, თქვენი შვილების თვალწინ უსამართლობა იბადება
ვითარდება და უსამართლობა ყოველდღიურად ამ ქალაქში სუფევს და როგორ შეიძლება ეს მოწონდეს? ეს ხო წარმოუდგენელია, თქვენი შვილებიც ხომ არიან დაუცველები ამ ქვეყანაში, ამაზე მინდა რომ დაფიქრდნენ. ეს არ არის მარტო ჩვენს თავს, ეს იქნება ნებისმიერი მოქალაქის თავს. აი ამ ახალგაზრდა პოლიციელის თავსაც შეიძლება ხვალ იყოს იგივე რაც ხდება ჩვენს თავს. ეგ არ არის მარტო ჩვენი სათქივარი, ეს არის მთელი ქვეყნის სათქივარი და სათქმე. მადლობა, ეს ასე გაბუნია იყო, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ბოსპირეთ მაიამ წარიაშვილს ადვოკატს, რომელიც იცავს სასამართლოს ინტერესებს. რა ასრი დაკიცა თქვენში დღეს დავიწყოთ სტრატეგიის დაცულებით ის ნაწილით, ის რაც ბატონმა შეგუაძე ბრძანა შემაჯამებლად, მან თქვა დაემუქრა, ეს იყო მუქარა მის მხრიდან, აი ეს სტრატეგია არ გამოგვადგებაო, ამაში გულისხმობდა რასაკვირველია იმას, რომ რატომ არ აღიარებს ამაღლობელი, რომ მან ჩაიდინა თავდასხმა პოლიციელზე 353 წინამძღვრის თვალსაზრისით. ეს ხაზი იყო ზუსტად იგივე, რასაც სახელმწიფო სპიკერები ამბობდნენ ამ თვეების განმავლობაში და არაერთი კომენტარია, რომ ჯერ მოინანიოთ და მერე ვილაპარაკოთ. ზუსტად ამაზე საუბრობდა ბატონი პრეზიდენტი, რაც ჩემთვის სამართლებრივად დაუბრუნებელი იყო. არაერთხელ დაუსვა ამას ხაზი, რომ ეს დამოკიდებულია ჩვენზე და ეს დაცვის სტრატეგია არ გამოგვადგება ჩვენთვის, რომ განთავისუფლდეთ. ანუ რასაკვირველია, ეს არის მუქარა. მუქარა, ანუ ამაში იკითხება მუქარა და ასე მე მისი კონტექსტი, მაგრამ ეს რა ხდება ასე ვთქვათ, შემაჯამებელი შეფასება, ყველაფერი აჩვენებს და ნუ ეს პროცესი ანუ ეს იყო მინიშნება ოდესაც მოხდაზე როგორც იმავე ხაზის გაგრძელება იყო, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეხლა ამ იდეის ავტორი, ასე ვთქვათ, მონანიების ავტორი ბატონი გრებუაძეა, არა რასაკვირველია. უბრალოდ ის იმეორებს იგივე, ასე ვთქვათ, ხაზს, რასაც მზიასთან დაკავშირებით მთელი სახელმწიფო მანქანა, სახელმწიფო სპიკერები არაერთი განცხადება და არ გაჩერდა ეს განცხადებები იქამდე, ვიდრე თავად მზიამ არ მიმართა სასამართლოს გულში, მაინც არ გაჩერდა ეს ასე ვთქვათ სახელმწიფო რიტორიკა მის წინააღმდეგ, ორკესტრირებული ქმედებები, თქვენ როგორ გონიათ? აი ეს ზადაგზა რომ ახსენდებათ საპოლიციო ძალადობა, როგორ შენიხონ ერთი სამართალდარღვევის ოფლი, მეორე სამართალდა ზადაგზა რომ უნდა თავები დამარხონ, თავები ასე არ იმარხება, ამის დიდი გამოცდილება მაქვს. მთელი ეს საქმე ემსახურება ზიას წინააღმდეგ განხორციელებული საპოლიციო ძალადობების დაქეცებას. ზია არასოდეს არ უარყოფდა, მინდა რომ მაყურებელი არაერთხელ მისაუბრია ამაზე, ანუ მოქმედებას არავინ არ უარყოფს და ეს ხელები ჩადენილია და ვიზუალიზირებულია. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ რა არის ეს სამართლებრივად და მთელი ამბავი რაშია იცი? აი ამავე ქალაქში დადის პოლიციელი სახელით და გვარით, მის პერსონალურ ინფორმაციას ამ წუთას არ გავაჟღერებ და ჟურნალისტებს არ გაუკვირდებათ, არ გაუგზნოდებათ მისი დაძენა და ბატონი გრებუაძის თანამშრომელი სხვაჩობის ის პოლიციელი უბრალოდ ძალიან ქვედაჩინია და სწორედ ამიტომ ბატონი გრებუაძის ლოხა სამართლებრივად მეტიხის. და იმ ძალიან ქვედაჩინს სწორედ ერთ-ერთი მანიფესტაციის დროს ერთ-ერთმა სამართალ დამრღვევმა, რომელიც ჯერ მას აგინებდა, აყენებდა შეურაცხყოფას, ამის ვიდეო კადრი არსებობს იმავე სართულში და მე აიღო და ბოთლი რეკა თავში. ამ პოლიციელმა მიიღო რასაკვირველია დაზიანება, დემატომები თავის არეში და ამ საქმეზე სასამართლომ თქვა, რომ ეს არ არის თავდასხმა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის თვალსაზრისით. აჭარის სხვა საქმეებზე რომ არ ვისაუბრო, აი ეს საქმე არის მზიას ბრალდების საქმის 1000 ჯერ უფრო მძიმე ვერსიას აგინებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, მერე მიაყენა დაზიანება თავში ბოთლის ჩარტყმით და ითქვა სასამართლომ არ არისო, ჩვენ იურისტები ვართ, აქ და კვალიფიკაციაზე ვსჯელობ. ზუსტად ამას ვამბობ. გრებუაძისთვის სახეში გაწნული სილა, ემოციური აღქმების და მიუხედავად
არ არის თავდასხმა პოლიციელზე. თვითონ როგორ თქვი, ხაბატონო მაია? და ჯანმრთელობის წინააღმდეგ. მან თქვა რომ ტკივილი განუცადევდა შესაძლებელი ქონდა ლოკალ, ხო? კვალიფიკაციისთვის ამას ცხადია, აქვს ნულოვანი კი, მნიშვნელობა. მაგრამ მან აღიქვა თავდასხმა, ეს თავდასხმა იყო ჩემზეო, როგორც პოლიციელზეო. იმდენად მოქმედება არაფერი არ არის არაინვესტებისთვის რომ აქვს. ზიანი არ არსებობს. ნახეთ, ზიანი არ არსებობს, ნულოვანიც კი. სისხლის სამართალი, ასე ვთქვათ, ითვალისწინებს სისხლის სამართალს აინტერესებს მხოლოდ ის ქმედება, სადაც ფიზიკური ზიანი არსებობს. სხვა არ აინტერესებს, ემოციური სტრესები და ტრამვები არ აინტერესებს, თუ არ არის ფიზიკური ზიანი. მით უმეტეს თავდასხმის შემთხვევაში, იქ კანონმდებელი მოიაზრებს ძალიან მძიმე ქმედებას. აი პოლიციელს მისი sapolicio ფუნქციის განხორციელებისასაც, როდესაც ესხმიან თავს, ის მუხლისი უფრო მსუბუქია, ვიდრე ეს მუხლი, რომელიც ამ წუთას მზიას აქვს წარდგენილი. ამიტომ სასამართლო პრაქტიკაში არ არსებობს ერთი პრეცედენტიც კი, სადაც ამ ტიპის ქმედება, ანუ სახეში გაწონული სილა, რომელსაც არ აქვს არანაკაწრი, რაც არ უნდა ეთქვა მძიმე ისაუბროს დაზარალებულმა, რომ მძიმე ეს იყო, ასე ვთქვათ, სილა, ნებისმიერი მძიმე ინტენსიური ქმედება ტოვებს კვალს. მხოლოდ ესაც მიანიშნებს, ხო? რომ ტკივილი იყოს სულ წამიერიო. აი ამ საქმის პაროდია არის ის, უბრალოდ რომ დაზარალებული არის მაღალი ჩინის პოლიციელი, წეღამთი რომ ამავე თავში დაბალი ჩინის პოლიციელი, რომელსაც თავში რეკეს ბოთლი, მაგრამ სასამართლომ თქვა რომ ის არ არის და თავდასხმა პოლიციელზე, მაგრამ ამ შემთხვევაში დაზარალებული იყოს ბატონი დრებუაძე და მისი ლოყა, სადაც ნულოვანი ზიანია, სასაცილოა, პაროდია. მე თუ მკითხავთ, არ ვიცი ეს საქმე ემსახურება მთლიანად პოლიციის ავტორიტეტის, პატივის და ღირსების დაცემას. და ჩემთვის ეგ იყო თავდასხმაო, თავად როგორ თქვას ხომაზე, თუ უპასუხ ამ შეკითხვას, იყო თუ არა ეს თავდასხმა პოლიციელზე? ვერანაირად ვერ იქნება თავდასხმა პოლიციელზე, ცდილობ ისეთი მაგალითების. არა, თვითონ გათქვათ, გებუაძემ რა განაცხადა ხომაზე, მისი გებუაძემ პასუხი რა განაცხადა, იყო? რომ ეს იყო თავდასხმა. გასაგებია, რომ გებუაძემ ეს სიტყვა მის ლექსიკაში შემოიტანა მერე, არა პირველი დაკითხვებისას. ეს სიტყვა შემოიტანა მერე, გასაგებია, ჩვენ ვკითხეთ, რომ რა თვალსაზრისით. ეხლა მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით მან არ იცის რა არის თავდასხმა. არ ველოდები ეხლა რომ ამას აღწოდნა კონდეს, მაგრამ მან იცის, რომ უნდა იძახოს ეს სიტყვა თავდასხმა. ეს პოლიციელები ამ სიტყვას იძახიან თვითიყუშები, მხოლოდ შემდეგ უკვე გამოძიების მეორე თვიდან და არა თავიდან. ვინაიდან თავდაპირველ დოკუმენტებში ისინი ამბობენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ფიზიკური შეურაცხყოფა გახლავთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დასჯადი ქმედება ყველაზე მძიმე შემთხვევაში. სწორედ ეს არავინ არ ამბობს, რომ თუ იქაც უნდა ამტკიცოს პოლიციელმა, რომ მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო მიაყენოს მას, თუმცა ჩვენ არ ვისაუბრეთ რამდენ საპოლიციო ძალადობაზე, ხო? და ამ საქმისთვის დიაგნოზი გახლავთ, სწორედ ეს, რომ ამ საქმეში იყო არაერთი მტკიცებულება, არაერთი დაზარალებული საუბრობდა, რომ მასზე პოლიციელმა განახორციელა, მათ შორის ბატონმა დრებუაძეზე მიუთითებდნენ, ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დოკუმენტები იყო წარმოდგენილი დაზიანებებთან დაკავშირებით და სახელმწიფო ბრალდება ნაცვლად იმისა, რომ ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაეწყო დაუყოვნებლივ, სახელმწიფო ბრალდებამ იზრუნა იმაზე, რომ ამ საქმიდან ამოიღოთ ეს მტკიცებულებები და გადაეყარათ. წარმოგიდგენიათ ამ პროცესში სახელმწიფო ბრალდების როლი და დანიშნულება, ანუ სახელმწიფო ბრალდებას გონია, რომ ბატონი დრებუაძის ადვოკატები არიან. თუმცა არსებობს პირდაპირ ვიდეო მტკიცებულებაც, ხო, სადაც ის აგინებს მზიან ამაღლებას და ემუქრება. რა იყო ამაზე დგებუაძის პასუხი? ჩვენ სხვა არ ხოდა ჩვენ დიახ, ხო, მას რა უჭირდა ეთქვა, იმიტომ რომ მას იმდენად სპეციფიური ხმა აქვს. მართლა ძალიან ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადია, რომ ეს მისი ხმა. მე მას არ ვიცნობდი და მისი არაერთი ჩანაწერი რომ მოვისმინე ეჭვია მეპარებოდა ეს მისი ხმა. შევუერთდებით და ვთხოვთ, რომ ეს მისი ხმა ამ თემასთან დაკავშირებით და სამაიასთან გადავალ. ისიც არა, მაგრამ მაგრამ მაშინ ამას ვიტყოდი ამ ხესად გებოდნენ პირდაპირ განაცხადა. არ არის ამაღლების არტიმრობის მომხრეს და რამდენიმე არის პროკურორი, თუმცა არის თუ არა ეს საფუძველი რომ ზია. მან ასე ვთქვათ, თავისი ვერსიით შემოხმავა
ვერ გეტყვით ყოველში შეუძლია დაზუსტებით გითხრათ რომ ეს მაიამ წარიაში გადმოკადებს დაუწუნა სტრატეგია და მას ვიაგვიხავ ბოდიში და მოგიხადოთ ნახეთ რატომ აღვნიშნე მუხარად ბატონმა ჯებუაძე ეს რაც ხაზი არ გამოგაჩნდება იმისთვის რომ გადათავისუფლოს სასამართლო ანუ ამისთვის ხდება ჯებუაძე არა ამიტომ ბატონმა ჯებუაძე მხრეცნობიერ დააშავდა ანუ მისი ასე ვთქვათ პოზიცია იგივე რასაც სახელმწიფოს მიღებები აღშორებენ ზიას საქმესთან დაკავშირებით მოინანიოს აღიაროს დაეცეს მუხლებზე ამ დანაშაულის ჩადენა რასაც მას ედავებიან და მას ეს დანაშაული არ ჩაუდგენია ანუ მისი ხაზი იყო სწორედ იგივე და ზუსტად ამიტომ ეს იყო რასაკვირველია მუხარა რასაკვირველია ბატონ ჯებუაძის კონკრეტულად იქნებოდა არის სხვა გარემოში აღმოჩენილიყო ამ პროცესზე მაგრამ ამ პროცესზე აღმოჩნდა იმ გარემოებაში რა გარემოებაში და აღმოჩენილიყო ამ გაცვას მასთან დამკითხვები და მიუხედავად იმისა რომ ბრალდება მიზრუნა რომ ამ საქმიდან ამოეღო ყველა მტკიცებულება სადაც საუბრობდნენ ბატონი ჯებუაძის მიერ ჩადენილ ძალადობებზე მოუწიათ მაინც ვიდეო მტკიცებულებების სახით ამ მტკიცებულებების საქმეში შემდეგ შემოგვიყვება. ამიტომ საუბარია იმ დღეს დაკავებულებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ბატონ ჯებუაძეზე, როგორც პირზე, რომელმაც მათზე განახორციელა როგორც ფიზიკური ძალადობა, ისე სიკვდილი შეურაცხყოფა. ამის საპირისპიროდ არ ვიცი მე დემონსტრანტების ძალადობა არ არის ამ წუთას ჩემი ასე ვთქვათ სამსახურებრივი ამოცანა მე მზიას ინტერესებს წარმოვადგენ, მაგრამ მზიას შემთხვევაში არ გააჩნიათ არანაირი მტკიცებულება ის, რასაც ისინი საუბრობენ. მე მხედველობაში მაქვს წინა ისტორია, ხო რომ ვითომ სიტყვის შეურაცხყოფას აყენებდა, ვითომ რომ გზადაგზა სწორად გასაგებია, ვერც დღეს ეს რამდენჯერმე გაიგია. და საქმეც ამაშია, რომ ამ პროცესზე ვერ ვნახეთ ვერც ერთი მოწმე ბრალდების წარმოდგენილი, რომელიც იტყვის, რომ მან ნახა. ყველა ამბობს, მე არ მინახია, მაგრამ ეს ჩაიდინა. მე არ მინახავს, მაგრამ ეს ჩაიდინა. და ის რომ ჩაიდინა რაღაცას დოკუმენტებში წერია, მაგრამ იმის დამნახავი ვერავინ ვერ ვნახეთ. ბატონ ჯებუაძესაც ეს ხაზი ეჭირა, სწორედ იმიტომ. აქ არკიდა ცუდის გამო კი არა, სწორედ იმიტომ, ხვალ არავინ არ იცის რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით, ვინ როგორ გამოიძიებს ამ საქმის გარემოებებს, ვისი წრუჩვენებები დადდება, ვისი სიხალვეები დადდება, ამიტომ ყველა ცდილობს დისტანცირებას. მე კი არ მინახავს, მაგრამ ვიღაცამ ნახა და დაწერა. აი ეს ვიღაცა ვინ არის, ჩვენ ვერ ვნახეთ. აუცილებლად მინდა გითხოთ ეს და ფულობაზე რამდენჯერმე. ეს იყო მაიამ წარიაშვილი, იურისტი, ადვოკატი, რომელიც იცავს მზიამაღლობელის ინტერესებს, სხვა ადვოკატებიც იცავენ ეს მზიამაღლობელის ინტერესებს. მოდი მათაც მოვისმინოთ, კახა წერეთელი, მოგესალმებით ბატონ კახა. ჯიბა თქვენ თვითონ გაგისაუბრეთ პრეზიდენტის კაშკით. თქვენც ხო აუცილებლად მინდა გაგისაუბროთ. ბატონ კახა, რა იყო თქვენთვის საინტერესო დღეს სამართლებრივად საინტერესო ირაკლი ჯებუაძის ჩვენებაში, რომელიც არის დაზარალებული ცნობილი ამ საქმეში სილის გაწვნის გამო, ხო? მან ის ამბობს, რომ განიცადა ტკივილი და ეს მან დღესაც გაიმეორა სასამართლოში. ეს მომისმინოთ ორი რამ მათულის პოლიციის ხელმძღვანელს და მნიშვნელოვანი ბევრი რამ. ერთი ძალიან საინტერესო რომ ადამიანს როდესაც პოლიციის ხელმძღვანელი ხელს გამოყენებს და შეიყვანს პოლიციის ტერიტორიაზე, ეს არ არის დაკავებული სამის ნამაზი. ან გრიგოლ ბესელემოძე შეიყვანა მზიამაღლობელი პოლიციის დეპარტამენტის შემდგომში. ეს არის მეგობრული დაპატიჟება, შეპატიჟება. რა თქმა უნდა, ამას არაერთი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. და შემდეგი მნიშვნელოვანი რაც მოусმინეთ ზია დაზარალებული აცხადებს, რომ ზია მაღლობელის აქტიურობაში ყოფნა არის ფაქტობრივად მისი ბრალი, მის მიერ არჩეული დაცვის ხაზის ბრალი. იმის ბრალი, რომ მან არ აღიარა, არ მოინანია მის მიერ ჩადენილი, რაც რა თქმა უნდა ეს არის დაახლოებით იგივე ხაზი, იგივე ეგზამენები, რაც აქვს ქართული ოცნების მაღალჩინოსებს. ხო, როცა ისინი არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმპციას, მზიას ამაღლობელი საქმეზე საუბრის დროს და ამბობენ, რომ უნდა მოინანიოს მზიამის ეს ყოველ შემთხვევაში ეს ფაქტია. ხო. აი ეს
მაგრამ ეს თქვენ როგორ ფიქრობთ ეს ირაკლი გებუაძემ თქვა იმიტომ რომ მანაც გაიზიარა ეს პოლიტიკური გზავნილება ან იძულებული იყო ან გამიჭირდება ახლა კომენტარი იმაზე ანუ სამართლებრივად თუ ცვლის რამეს ეს გარდა იმისა რაც პოლიტიკური მდგენელია დაძაბვის პოზიცია ხო მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანი სწორედ ამიტომ ვკითხავ მას არც ერთ სხვა მოწვევის ეს არ ვიკითხავს მან პირდაპირ არ დააფიქსა მაგ რომ ეს შეყავათებზეც კი თანახმა ვიქნები მათ შორის პატრონობა ზანყობა აი ამ დათქმით მან ჩვენ დავუსრულმა შეკითხვა თუ ზიამაглобელი ახლა თავისუფალი ემუქრება თუ არა მას რაიმე საფრთხე რადგან მივიღეთ პასუხი რომ იმის გამო რომ ზიამაглобელი არ აღიარებს თვითონ და ჩადენი აი შეფასებას არ ეთანხმება თქმედება მე ადრეს და ყოველთვის გავიმეორებ ეს დასტურებული და დადგენილი 50 ჯერ ხედავთ ამ ვიდეოს ხელახსოვაზე რომ ის არ დაეთანხმება შეფასებას რომ ეს არის თავდასხმა დიახ მაშინ ის რომ გარეთ გამოვიდეს ის გააძლევს თავდასხმას პოლიციის სხვა თანამშრომლებზე და ახლა ამას დასაბუთებია ლოგიკური ხო ანუ სამართლებრივად გამოიყენებია პატრონობა მისი ეს პოზიცია და დაცვის მხარისთვის ცვლის რამეს თქვენი დაცვის მხარისთვის დაზარალებულის პოზიცია რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჩვენ ახლა დეტალურ ანალიზის უნებრივია მემზადებით და საბოლოოდ დასკვნის სიტყვაში თითო ის წინადადება თითო ის წინააღმდეგობა თითო უზუსტობა რომლებიც ყოველი მოწმის მიერ და განსაკუთრებით დაზარალებულის მიერ განსხვავდება რა თქმა უნდა ამის ანალიზი გაკეთება და ამის შეფასება გაკეთება დიდი მადლობა ეს კახაბერწეროთელი იყო ადვოკატი მოდი ჯუბა ქათაბაძის მოვისმინოთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს რომელიც იცავს ასევე ზიამაглобელის ინტერესებს ჯუბა თქვენ მეკითხოთ კონკრეტულ ფაქტზე ვიდეო მტკიცებულება წარმოადგენთ ხო დღევანდელ სიტყვაზე როდესაც ჩანს პირდაპირ ბათუმელების ვიდეო ჩანაწერი როდესაც ჩანს რომ ირაკლი გებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსი აგინებს და ემუქრება ზიამაглобელს სისხლის სამართლით დავიჭერო ხო რა თქვა ირაკლი გებუაძემ ამ ვიდეოსთან დაკავშირებით და რა გაიგვა ირაკლი გებუაძის ჩვენი ეს ვიდეო რა თქმა უნდა პირველი არის ირაკლი გებუაძე ვისაც წარმოვიდგინეთ და მისი პოზიცია რომ საერთო ხაზს ცოტათი აცდა შეიძლება ითქვას მან განაცხადა რომ კიო ესო გავსო ჩემს ეს გინება და მუქარაო და აღონ არ ვიციო მე ვარ თუ არა თუმცა გავსო ჩემს ამაზე რა უნდა ვთქვა და ფაქტობრივად აღიარა ამ ადამიანმა როდესაც პოლიციის ქალაქის პოლიციის უფროსი დაკავებულ პირზე ემუქრება რომ სისხლით დაიჭერს აგინებს თავის თავზე იგინებს რომ ამას სისხლით დავიჭერო ამაზე მეტი მუქარა რა შეიძლება იყოს წარმოუდგენელია ფაქტობრივად აღიარებული აქვს ამ ხალხს რომ ჩადენილი აქვს და არა მარტო გადაცნობა თქვენ ბათუმის პოლიციის უფროსისგან აღიარებითი ჩვენება თუმცა ამას შესაბამისი ორგანოსგან რეაგირება ჯერჯერობით არ მოყვება ასევე მისგან ვერ მივიღეთ მნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხი რომ ადამიანები რომლებიც დროებითი მოთავსების იზოლატორში იყვნენ ამ პიროვნებებმა სპეციალური სამოძიებო სამსახურის გაუმძიებელს იმავე იზოლატორებში მისცეს ჩვენებები იქ ამიცემულ ჩვენებებში არსებული სხვადასხვა გარემოებები ფაქტები ერთმანეთს ემთხვევა იმასთან დაკავშირებით რომ იძალა და მათზე ირაკლი გებუაძე შეუძლებელია მათ შეეთანხმებიათ ეს პოზიციები თუმცა ირაკლი გებუაძემ ესეც ვერ ახსნა შესაბამისად მისი მოცემული ინფორმაცია თავიდანვე შეიძლება შეფასდეს როგორც სასამართლო ხალხდარი თავის დაცვა და სასამართლო მისი დანაშაულზე ხელის დაფარება ამაზე მოახდინოს რეაგირება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. თუმცა არაფერს სპეციალური საგამოძიებო სამსახური არაფერს არ რეაგირებს. ასევე სასამართლომ ახალი სტანდარტი დაადგინა სასამართლომ. ახალი სტანდარტი დაადგინა სასამართლომ რომ თურმე პირი რომელიც აცხადებს იცის მიზანი და მოტივი თუ რატომ დანაშაული არ არის მოწმე ეს შეხება ირაკლი კობახიძეს რომელმაც ისაუბრა დანაშაულის მოტივზე მიზანზე თუმცა სასამართლო თქვა რომ არ ვიცი ამ ადამიანმა რამე იცის თუ არა საერთოდ საქმეზე შესაბამისად ამაზე რომ ნათელი მაგალითი იმისა რომ სასამართლო მიკერძოებულია შეუძლებელია რამე არსებობს. დიდი მადლობა ჯუბა ქათაბაძე იყო საიასიურის თქვენ ახლა ისმენთ რეპლიკებს სასამართლო პოლიოში ისოდი გოგეშვილი ეს არის სამართალი მას მიმართავ ჟურნალისტები მათ შორის გელემ თიულიშვილის ვიას კორიძე ეს პროკურორი თორნიკე გოგეშვილია რომელმაც გაყალბებული საქმის საფუძველზე მოითხოვა ზიამაглобელის დაპატიმრება და წარმოგიდგა გამოცდილების სასამართლოში მთავარი
ერთ-ერთი არგუმენტი იყო საფრთხე ახალი დანაშაულის. ორი სიტყვით შევახსენე ზოგადად დღევანდელ სასამართლოს პრომოზე დაიკითხა დაზარალებული ირაკლი გებუაძე, რომელმაც დეტალური ინფორმაცია მიეცა სასამართლოს სახელმწიფო აქციის მიმდინარეობის შესახებ აქციაზე საფრთხის შემდეგის მონაწილეთა მხრიდან გამიზნულად კონკრეტული ადმინისტრაციული სამართლებრივების ჩადენის თავობას და ასევე პოლიციის რეაგირებასთან დაკავშირებით. ასევე დღევანდელ სასამართლოს პრომოზე გებუაძის ჩვენებით კიდევ ერთხელ სალსახად დადასტურდა, რომ მზია მამობელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმა სალსახად დაკავშირებული მხოლოდ და მხოლოდ პოლიციის სამსახურებრივ საქმიანობასთან და სხვა რაიმე კონკრეტული мотивация არ. ზიანი რა დადგა ბატონო თორნიკე, რო გითხრათ. ზიანი ჭირდება ხო ეს? და შემდეგ მან შეკითხვასაც აუცილებლად. არა გავიგეთ ეგ რაც გითხრა, ზიანი რა არის, განუმარტოთ მაყურებელს და ხალხს შეგვიძლია განაგები ბათუმში. სისხლის სამართლის დანაშაული ჭირდება ზიანი. ზიანი რა იყო ამ შემთხვევაში? რაც შეიძლება მე შეკითხოს აფროს მონზების მიზანშეწონებასთან დაკავშირებით. კი ბატონო, საფრთხე რომლის გამოც დღევანდელ სასამართლოს ხდომამდე მზია ამაღლებელი ჩემო პატიმრობაში ეს არის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რაც როგორ ასაბუთებ ამას? ასეთ ფერასაც იტყვით, ესე ყოველ იქნება, ამას საფრთხე ქალაქში დადის, საფრთხე ქალაქში დადის. გაქვს ასაბუთების ვალდებულება, თქვენ ამიტომ ხარ ქალაქში დადის საფრთხე და როგორ იცო? ვერ გავაგონებ. არა, უბრალოდ ის პროკურორი. დავასრულო შეიძლება. მაშინ არ უნდა მოვიწვიოთ. ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ნიშნება არა. ზირმაზოიზე ჟურნალისტი და მოქალაქე, რომელსაც მანდატორი ატოვებინებს დარბაზს. როდესაც გათავისუფლდა და გათავისუფლდა. არა, დაგვისაბუთეთ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რა იყო? ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რა იყო? ბატონო თორნიკე. ეს უნებრივია მიუხედავად ბრალდებულის მხრიდან ის გავსიქმედები ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რა იყო? ირაკლი გებუაძის ჩვენების ამ ნაწილს ესე შევაფასოთ. სწორედ ბრძანებთ მან განმარტა რომ მის ინტერესში და მის პირადი ინტერესი არ არის ზიანობელის პატრონობაში და არათუ ირაკლი გებუაძის არამედ არც არავის პირადი ინტერესში არ შედის. არც ჩემს გეტყვით მაგალითად არც ჩემს ინტერესში არ შედის და არავის ინტერესში არ შედის. არავის პატრონობაში არათუ ზიანობელის მოცემულ შემთხვევაში ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რა იყო ბატონო თორნიკე? ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ეხება კონკრეტულ გარემოებას. ის გარემოება რომ ირაკლი გებუაძე განმარტავს რომ უშუალოდ თავად არ გრძნობს საფრთხის კონკრეტულობის ზიანობელის მხრიდან ეს ახალი დანაშაულის ჩადენის აი თქვენ ხართ საფრთხეო პროკურორის გეუბნებიან ამაზე რა იქნებოდა თქვენი პასუხი? პროკურორი დადება ამაღლებელი პროკურორი კი არა გებუაძე პროკურორი დადება მიკროფონი სახელმწიფო ბრალდება ხო არის ვალდებული რომ დაიცვას რატო გაჩავთ დარბაზიდან მოქალაქე მას აქვს უფლება რომ დაუსვას შეკითხვები არ აქვს მოქალაქეს უფლება რომ დაუსვას შეკითხვები პროკურორს შეკითხვის დასაწყობი რა ქვია შეკითხვას სვამს რატო განუსაზღვრავთ თქვენ ფორმას კანონდარულად არ მიიჩნევს თავის ქმედებას, ასევე მისი წინასწარმეტებები, მისი გათავისუფლების ფაქტი და აქედან სულ რამდენიმე წუთში ზიანი რა დადგა ბატონო თორნიკე? სასახალო მითითებს, რომ ახალი დანაშაულის, მსგავს დანაშაულზე არის საუბარი და არა ზოგადად დანაშაულის. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. რა არის ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე? იქნებ გვიპასუხოთ. ხო, აი ზუსტად მაგ წამიერი ტკივილი განიცადა, ანუ დანაშაულის სისტემის სამართლის და დანაშაულის ჩაითვალოს, ზიანი ხომ უნდა იყოს. წუთიერი ტკივილი განიცადა, განგრძობითი ტკივილიც არ ყოფილა, თავად ირაკლი გებუაძე ამბობს ამას და ეს სიცოცხლეც იყო წუთიერი. და გაითვალისწინეთ სასამართლოს პრაქტიკა, როცა სასამართლომ თქვა, რომ პოლიციაზე ბოთლის ჩარტყვა, თქვა ბათუმის შემთხვევაში, თქვა რომ ეს არ იყო პოლიციაზე თავდასხმა, ამ შემთხვევაში სასამართლომ თქვა რომ ეს არ იყო თავდასხმა. როდესაც ეს ჩაქცევები ქონდა მოქალაქეს პოლიციას უბრალოდ ბოთლის თავში ჩარტყვის შედეგად. ასევე როცა საზარდულის არეში ამოარტყეს პოლიციელს ფეხი და ასევე არაერთი ხელკეტებით ცემეს ასევე პოლიციელი. 353 პირველ მოთვლის პირველი ნაწილი ქმედების კვალიფიკაციისთვის არ არის აუცილებელი, რომ ბრალდებულის ქმედებას შედეგად მოწვეს კონკრეტული დაზიანებები და ჯანმრთელობის ხერხი. ეს ქმედება, მსგავსი ქმედება, მსგავსი შედეგი ქმედება განსხვავებულია ამავდროულად მეორე ნაწილი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უწუარად და მემური არის ბრალდებულმა პოლიციის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით განახორციელა ძალადობრივი ქმედება პოლიციელთა მიმართებით
მის შედეგადაც დაზარალებულმა განაცხადა ფიზიკური ტკივილი. ეს ფიზიკური ტკივილი რამდენ ხანს გაგრძელდა და ამას მოხდა თუ არა არსებითი ზიანი ჯანმრთელობით. ამას პირველი ნაწილი ამ მუდრის პირველი ნაწილი რა წარდგენილია. ანუ სისხლის სამართლის ზოგადად წესი იყო არის ის რომ ზიანი უნდა განიცადოს ბატონო თორნიკა და ზიანი რა დადგა შემთხვევაში. გამოიხატა ფიზიკური ტკივილში. არა ზიანი თქვენ გქონდა რომ ამ ზიანი ეს ითვალისწინებს სამართლის პასუხისმგებლობას. პრაქტიკაში რატო არ ითვალისწინებს მაშინ რაც გვაქვს ამ ეს გადაწყვეტილება და ამაზე დეტალური ინფორმაციაც მოგაგებთ. რას მოგვაწოდეთ ეხლა საზოგადოება გიყურებთ თქვენ გაიცით პასუხი. ვერცევთ პასუხს საზოგადოების შეკითხვას და მხოლოდ ეს ძალიან ხელი საკითხია და თქვენ ხართ ბოროტ მოქმედი. მიკორდებული პროკურორი დამდებს დესანქცია. მიკორდებული გამყიდველია. ეს პროკურორი თორნიკე გოგოშვილია, რომელმაც არ უპასუხა პრაქტიკულად ჩვენს არც ერთ შეკითხვას, ისე როგორც პოლიციელები არ პასუხობენ, ან ვერ პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს. ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოა, სადაც გრძელდება მზიამაღლობელის საქმის განხილვა. დღეს არსებითი განხილვის ხდომა გაგრძელდა და სასამართლო მოისმინა ირაკლი დგებუაძის ჩვენება. ის ბათუმის პოლიციის უფროსია და სწორედ ის დაიკითხა დღეს და მთელი დღის განმავლობაში პირველი საათიდან ამ დრომდე გრძელდებოდა მისი დაკითხვა. ხმაურის ფონზე და შეძახილების ფონზე ცრუ პოლიციელი, ცრუ მოწმე პოლიცია ამ შეძახილებით დატოვა. ამ შეძახილების ფონზე დატოვა ირაკლი დგებუაძემ სასამართლომ მას კორიდორი მოუწყვეს სპეციალურად პოლიციელებმა და ძალიან ბევრი პოლიციელი იყო მობილიზებული, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსნები, რომ პრინციპში არ ვიცი პოლიციას ჩვენ ერთხელ ვკითხეთ გოჩავანაძის რატომ თვლიდა საჭიროდ პოლიციას ამ მასშტაბის მობილიზებას, ან საერთოდ რატომ იყო საჭირო პოლიციის მობილიზება, მაშინ როცა პოლიციის თქვათ უფროსი აძლევს ჩვენებას სასამართლოს, მას ეს პასუხი არ გაუწია ისე როგორც სხვა კითხვებზე, მაგალითად დღეს გოჩავანაძე ჩვენ ვკითხეთ სრულ ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელიც მან მისცა სასამართლოს, როცა ის ირაკლი დგებუაძის მოადგილეა და უთხრა სასამართლოს, რომ პოლიციელების შეურაცხყოფის გამო დააკავეს თითქოს მზიამაღლობელი, თუმცა ირაკლი დგებუაძის მეორე მოადგილემ გიორგი ბჟალავამ თქვა, რომ მზიამაღლობელი დააკავეს სტიკერის გაკვრის გამო, ასეთ ურთიერთსაწინააღმდეგოა პოლიციელების ჩვენებები, მათ შორის ამ ნაწილში და ასევე ხელბურკილების ნაწილშიც ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ მზიამაღლობელს დაადეს ბორკილი პირველ სართულზე და მან დაადო ბორკილი, მეორე პოლიციელმა თქვა, რომ მან დაადო ბორკილი, სხვა პოლიციელმა თქვა, რომ მან დაადო ბორკილი და დაადო მესამე სართულზე. ასე რომ პოლიციელები არაერთხელ გამოიჭირეს ტყუილში და ცრუ ჩვენებებში ადვოკატები, მათ შორის იყო გრიგოლ ბესელია, ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი. მან თქვა, რომ მზიამაღლობელის წინააღმდეგ არსებობს ოქმი, რომელიც უკავშირდება მათ შორის სტიკერის გაკვრას და 150-ე მუხტაც არსებობს ასეთი ოქმიო, რომელიც უკავშირდება ტერიტორიის იერისახის დამახინჯების გამო პირის დაჯარიმებას, თუმცა ბუნებაში ასეთი ოქმი არ არსებობდა 28 აპრილს, როცა გრიგოლ ბესელიამ მისცა ჩვენება სასამართლოს. დღეს დადასტურდა იმითაც, რომ ახალი ოქმი მზიამაღლობელის წინააღმდეგ შეადგინეს გრიგოლ ბესელიას ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ, 30 აპრილს, როცა პატაკი დაწერა ზენაიშვილმა, ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელსაც ასევე სრულ ჩვენება მისცა მზიამაღლობელის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეზე და სწორედ 30 აპრილს შედგა კიდევ ერთი ოქმი მზიამაღლობელის წინააღმდეგ, ანუ ერთი და იგივე ქმედების სტიკერის გაკვრის გამო, რომელიც გამოხატვის თავისუფლების ნაწილი და პირიქით ამას უნდა იცავდნენ პოლიციელები და არ ძალადობდნენ პირიქით მოქალაქეებზე, უფლების დაცვის ნაცვლად პირიქით სასამართლომ პოლიციელებმა იძალადეს მათ შორის მზიამაღლობელზე დაარღვიეს მისი გამოხატვის თავისუფლება და სასამართლომაც ამ შემთხვევაში გაიზიარა პოლიციელების ეს არაკანონიერი მიდგომა, როცა ერთი და იგივე ქმედების გამო უკვე მზიამაღლობელს მეორეჯერ ასამართლებენ, ხოლო პირველ შემთხვევაში პოლიციამ თქვა, რომ ეს იყო პოლიციელების შეურაცხყოფა, გამოიგონა ის ფაქტი, რომელიც არ არსებობს ბუნებაში და არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია შსს და ამის ვალდებულება მას ჰქონდა, რომ წარმოუდგენია ერთი მტკიცებულება მაინც, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ მზიამაღლობელი აყენებდა შეურაცხყოფას პოლიციელებს ან წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ იმის გამო, რომ იმის მიუხედავად, რომ გაყალბებული იყო მთლიანად ადმინისტრაციული საქმე მზიამაღლობელის წინააღმდეგ, ამის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზიამაღლობელი დააჯარიმა 2000 ლარი და ახლა კი ისევ სტიკერის გაკვრის გამო ახალი ოქმი შედგა, როგორც უკვე გითხარით, სწორედ გრიგოლ ბესელიას ჩვენების შემდეგ, როცა მან თქვა, რომ სტიკერის გაკვრაზე არსებობს ოქმიო, მაგრამ ასეთ ოქმი არ არსებობდა და ახალი ოქმი დაუწერეს მზიამაღლობელს. ეს ადმინისტრაციული საქმე, რაც შეეხება სისხლს, რომელსაც პროცესები გრძელდება ამ დრომდე და დღესაც იყო კიდევ ერთი საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში. დღეს მზიამაღლობელი ესწრებოდა სასამართლო პროცესს. მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს ამ საქმეს, ის არის დასანქცირებული მოსამართლე, სწორედ იმის გამო, რომ მზიამაღლობელის საქმეზე დაარღვია ჟურნალისტის უფლებები, როცა მან გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდა მზიამაღლობელს პატიმრობა.
და არანაირი დასაბუთება მას არ მოусმენია პროკურორებისგან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის შესახებ, ასე მიმალვის საფრთხის შესახებ. დღესაც ვერ გითხრა სონიკე გოგაშვილმა თუ რა კუთხით არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მას ასევე ჩვენ დავუსვით შეკითხვა სასამართლო პრაქტიკის შესახებ, იმის მიუხედავად რომ შეიძლება სასამართლო არ სარგებლობს მაღალი მდობით საქართველოში და არსებობს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ამ ვითარებაშიც კი სასამართლო საქართველოში არ უთქვამს, რომ სილის გაწვნა შეიძლება აღვიქვათ როგორც თავდასხმა. პირიქით სასამართლოს მიერ აქამდე მიღებული ხელწოდებები აჩვენებს იმას, რომ სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ არ არის საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაული და ჩვენ არერთი შემთხვევის შესახებ წერდით კიდევაც, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ხელწოდებები ბათუმელების ვებგვერდზე, როცა მაგალითად ბათუმში ერთ-ერთ აქციაზე პოლიციას ჩაარტყეს თავში მინის ბოთლი, მას ჰქონდა დაზიანებები, ჰემატომა, სისხლის ჩაქცევები თავის არეში, ასევე პოლიციას საზარდულის არეში ამოარტყეს ფეხი და მასაც ჰქონდა ჯანმრთელობის დაზიანება, ასევე როცა პოლიციელი დანით დაჭრეს, ესეც ქობულეთში მოხდა. ყველა ამ შემთხვევაში, რომელიც ახლა ჩამოგითვალეთ და დამეთანხმებით რომ გასაგებია რომ ძიმე შემთხვევებია ესენი, ვიდრე პოლიციელისთვის სილის გაწვნა, რომელზეც პრაქტიკულად არ დგება ზიანი და ზიანის არასწორობის შემთხვევაში გაუგებარია რა სიდაობიან საერთოდ ზიამაღლობას, როცა სისხლის სამართალზეა ლაპარაკი. ყველა ამ შემთხვევაში სასამართლომ თქვა, რომ ეს შემთხვევები არ იყო პოლიციელზე თავდასხმა და ამ ნაწილში ეს ბრალდებულები გამართდნენ. მოდით კიდევ ერთ მოქალაქეს მოусმინოთ ზურაბ ირემაძე, რომელიც დღეს გამოაძევა სასამართლომ სხვამათა დარბაზიდან. მოდით მოგვიყევით მოკლედ, რატომ გამოგაძევეს სხვამათა დარბაზიდან და რა შთაბეჭდილება შეგექმნათ თქვენ მზიამაღლობელის პროცესზე. თქვენ ხართ მოქალაქე, რომელიც აკვირდებით ამ პროცესს. მე შთაბეჭდილება მაქვს ნომერ პირველი. დღეს სახელმწიფო აპარატი თლიანად ამუშავებული არის ზიამაღლობის წინააღმდეგ. პროკურორს იცავს მოსამართლე იცავს პროკურორს. ამავე დროს პოლიციელი იცავს პროკურორს, პოლიციელი პროკურორს. ანუ ერთი მეორეს იცავენ. შეხმატებულად მუშაობენ. თუ გამიგეთ. დღეს რატომ მოვიდა ამდენი პოლიციელი? მე დავუცი ასეთი კითხვა, რომ პროკურორი რომ იცავს პოლიცielis, მით უმეტეს პოლიციის უფროს. რატო არ იცავს ქალბატონ ზიამაღლობელს? მიზეზი რა არის? განსაკუთრებულად იცავდა პოლიციის უფროს პროკურორი. პროკურორი მიკერძებული რატო უნდა იყოს? თუ პროკურატურა მიკერძებული, ეს იმას ნიშნავს, რომ გვაქვს საქმე თაღლითობასთან. ანუ აშკარადად დღესავნათერე მაგ არის თაღლითობასთან საქმე და რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება კი და არასწორად დანახო პროკურორის მხრიდან საკუთარი როლის. ხო, პროკურატურა არ ნიშნავს იმას, რომ უნდა იყოს დაზარალებულის მხარეს, ეს უნდა იყოს სიმართლის მხარეს, უნდა გამოარკვიოს ჭეშმარიტება, ხო? სრულყოფილად შეისწავლოს მოცემულობა თუ რა იყო და თუ კითხვა დაადგინა ისიც, რომ დანაშაული არ იკვეთება, შეიძლება ბრალზეც კი უარი თქვას ამის საშუალებასაც მას აძლევს კანონი. და თქვენ დაინახეთ, რომ მიკერძოებულია გამოძიება პოლიციის სასარგებლოდ, ხო? პროკურორი არის მიკერძებული, მე ეს დავინახე და რა თქმა უნდა, პოლიციის უფროსგან ირაკლი გებუაძეს მეუწოდე ქედირონელი და მეორე ჯაბაიოსელი ანუწოდე ბიძინა ივანიშვილს. და ამის გამო გამომაძევა დარბაზიდან მოსამართლე. ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა. ანუ რეალურად ჩვენ ყველა კარგად უნდა დავფიქრდეთ, მე მინდა უთხრა მოქალაქეებს. როცა ქვეყანაში ერთი მანდილოსნის წინააღმდეგ ამუშავებულია პროკურატურა, ამუშავებულია სასამართლო, ამუშავებულია ასევე რა თქმა უნდა პოლიცია. ხომ უნდა გაიაზროს ნებისმიერ მოქალაქე ამ ქვეყანაში სამართალი აღარ არის, მკვდარი ამ ქვეყანაში სამართალი. მით უმეტეს ჟურნალისტს ასამართლებენ რის გამო? იმის გამო, რომ სახეში შემოარტყა პოლიციის უფროს. ანუ სახეში შემორტყმის გამო, რომ თლიანი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა ქალბატონის ზიამაღლობის წინააღმდეგ, პოლიციელებმა რომ ცხვირპერი დაულეწეს ახალგაზრდებს. ამას პასუხს რატო არ აგებიებს ხელისუფლება? ჩვენ პოლიციელებს რატო არ აგებიებს? თუ ხელისუფლება არის სამართლიანი, კანონი თანასწორი არის თუ არა მოქალაქესა და პოლიციელს შორის. ძალიან ბევრი ადამიანისგან მომისმენია ესეთი ფრაზა ქართული ოცნების ხადამჭერისგან განსაკუთრებულად, რომ რა ეგონა აბა სილაში რომ ურტყამდა პოლიციელს ციხეზე ვერ მოხდებოდა? რა კანონი თანასწორი არ არის? თანასწორია პოლიციელის წინაშე და რიგითი მოქალაქის წინაშე კანონი. რა როგორ შეიძლება ესეთი სიტყვა თქვა, რომ ცილა რო შემოარტყა პოლიციელს, ამიტომ იმსახურებს 7 წელს ციხე თურმე და პოლიციელი რომ ფეხქვეშ თელავდა ძირში დავარდლის პარლამენტის წინ ძირში დავარდლი მოქალაქეებს რომ პეტრაზმელი ცხვირპირს ულეწავს, უფრო მეტად უმატებს ძირში დავარდლ ადამიანს
ეს თურმე უკანონობა არ არის და კანონზომიერება არის თურმე. ანუ საით მიყავს სახელმწიფო აპარატი ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას რომ პოლიციას ყველაფერი უფლება აქვს იძალადოს მოქალაქეებს და შენ თუ სახეში შემოარტყამ 7 წლის გაგასამართლებს. აი საით მიყავს სახელმწიფო რას ეტყოდით ბოლოს თანამოქალაქეებს, ადამიანებს, საზოგადოებას, ხვალ არის 9 მაისი ევროპის დღე, დღეს ბზიამაღლებელმაც ისარგებლა სიტყვის უფლებით თავის სასამართლო პროცესზე და თქვა რომ ხვალ 9 მაისი ევროპის დღე გილოცავთ და ქართულ საზოგადოებას მოუწოდებ იბრძოლოს ევროპული მომავლისთვის. თქვენთვის რას ნიშნავს ეს მიმართვა და რას ეტყოდით თქვენ სხვებს? გვეხვალინდელ დღეს ხვალაც იმართება ბათუმში საპროტესტო აქცია, ისევ როგორც უკვე 162 დღეა თორცები, როცა იმართება პროტესტი ქალაქში პროევროპული აქციები. პროევროპული აქციები იმართება, მე მაგალითად სიტყვაზე დღევანდელ დღეს ჩავთვლი, ანუ 8 მაისს ჩავთვლი, რა თქმა უნდა, გამარჯვების დღეს ისე როგორც მთელი ევროპა აღნიშნავს. და გეტყვი რატო? იმიტომ რომ ჩვენ მივიდივართ ევროპის მიმართულებით. ევროპა რო აღნიშნავს, რა თქმა უნდა, ჩვენ ბუნებრივია თავისთავად ჩვენც უნდა აღვნიშნოთ. მაგალითად ქართული ოცნება გამოდის და ამბობს რომ ჩვენ არ ვემორჩილებით ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსების ბრძანებებს, მაგრამ ძალიან წარმატებით ემორჩილებენ რუს პოლიტიკოსების ბრძანებებს. და საზოგადოება Deep State-ი გვერდზისო ჩვენ და Deep State-ზე ელაპარაკობს ასევე რუსი მაღალჩინოსნები, გვე მედვედევი, ერთ-ერთი ჯდება მედვედევის და კრემლის მაღალჩინოსნების გზავნილები, კობახიძის და ქართული ოცნების მაღალჩინოსნების გზავნილებთან. სოფლიოში ყველაზე დიდი სამხედრო ბლოკი, რასაც ქვია, დღეს არის Brexit. ანუ პუტინმა რო შექმნა, არავითარი Deep State-ი არ არის Brexit-ი, რომელიც არის სამხედრო ბლოკი გაერთიანებული. აქ არის რუსეთი, ჩინეთი, ყაზახისტანი და სხვადასხვა სახელმწიფოები არის გაერთიანებული. დაახლოებით 4 მილიარდამდე ადამიანის სამხედრო ბლოკია გაერთიანებული. ყველა დიდი სამხედრო ბლოკი ეს არის. რომელსაც აქვს სურვილი პუტინს უშუალოდ აქვს სურვილი საქართველოს ამ Brexit-ში შეიყვანოს და მერე რა თქმა უნდა თოჯინასევით მართოს. როცა ხელისუფლებას არავითარი სტრატეგია არ გააჩნია, საერთაშორისო არავითარი გეგმა არ გააჩნია, ნებისმიერ გაერთიანებას შესვლა გეგმის გარეშე არის დაუშვებელი და მიუღებელი. თუ შენი სტრატეგია არ გაგაჩნია, გეგმა თუ არ გაგაჩნია პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და ისე შედიხარ გაერთიანებაში, ეს ქვეყნისთვის არის დამღუპელი. საბჭოთა კავშირის დროს ამ ყველაფერზე რომ არ დაფიქრდა ჩვენ მას საზოგადოება არ გაიაზრა, რომ ჩვენ საბჭოთა კავშირში შევდივართ, მაგრამ ჩვენი სტრატეგია გვჭირდება და ისე უნდა შევიდეთ. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა 70 წლიან მონობაში და თუნდაც ევროკავშირი იყოს. ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი ეკონომიკური სტრატეგია, პოლიტიკური სტრატეგია, სამხედრო სტრატეგია და ისე უნდა შევიდეთ თუნდაც ევროკავშირში. მაგრამ ევროკავშირი რას ითხოვს ჩვენსგან? კანონის უზენაესობას და ეს არ აწუხებს ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ აცხადებს ხელისუფლება, რომ ჩვენ არ დაემორჩილებით ევროპელების ბრძანებას. რატო არ დაემორჩილებენ? იმიტომ რომ უსამართლო სასამართლო უნდა ჩაატარო, პროკურორი უსამართლო იქნება, პოლიციელი უსამართლო იქნება და საზოგადოება დაჩაგრავენ და ფეხბურთელავენ და ეკონომიკურად იქნება თუ იურიდიულად. რა თქმა უნდა, მათ კვაზე მართავენ საზოგადოებას და ბუნებრივია თავისთავად, რა თქმა უნდა, ევროპელების ბრძანება არ დაემორჩილებიან, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკოსები. ეს არის რეალობა. რატო დაემორჩილება? ეჩები არიან? საზოგადოების ხელში ხარ აძალა, რას ეტყოდით ადამიანებს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ გადარჩეს ეს ქვეყანა პრაქტიკულად და დემოკრატია ამ ქვეყანაში. საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ ნუ გეშინიათ ხალხო, ღმერთი არსებობს და ჩვენი ნომერ პირველი გადამრჩენი არის ღმერთი. და ჩვენ ღმერთის იმედით უნდა ვიბრძოლოთ. ნებისმიერ ისკზე უნდა წავიდეთ. არ უნდა თქვათ, ყველას დაგვახლიანებთ, არ უნდა თქვათ მოკლავე და ან გაგვასამართლებდა და რაღაცა. ვიბრძოლოთ ბოლომდე, ბრძოლა გამარჯვებამდე. თუნდაც ეს გამარჯვება ზოგიერთად მარცხის ფასად დაგვეცეს. მე რა საქართველოს სიკვდილი რა მიუღებელია? საქართველოსთვის თავის შეწირვა მიუღებელია? ვიბრძოლოთ ბოლომდე, რომ საქართველოს გაიმარჯვოს. მომავალ თაობას როგორ უნდა შევხედოთ თვალებში? რა უნდა უთხრათ ჩვენ მომავალ თაობას? თუ კი ჩვენ მომავალ თაობას ნამდვილ მშვიდობას არ მისცემთ და მომავალ თაობას ნორმალ კონსტიტუციას არ გადავსვით. ანუ მახინჯი კანონები თუ იქნება ქვეყანაში, ეკონომიკა ჩამოშლილი იქნება და ამ პრაქტიკულად რუსეთის ნაწილი, ხო? თუ კი აღნიშნება ეს ქვეყანა. ცხოვრების ას თუ დაკარგავს და ამავე დროს ჩვენ გავხდებით რუსეთის გუბერნიას, რა თქმა უნდა თავისთავად რას უკაცრუხებს ჩვენ შვილებს, რომ ჩვენ მომავლიც არ გვიზრუნია და ჩვენ გამოდის რომ ჩვენი შვილები არ მიყვარს. მომავალი თაობა გამოდის რომ არ მიყვარს და მე საზოგადოებას მოვუწოდებ, რა შეიძლება ხიზლად იყოს, რა შეიძლება ბრძოლის განწყობაზე იყოს, საზოგადოება რაც უფრო მეტად ბრძოლის განწყობაზეა, მით უფრო მეტად რა თქმა უნდა მუშაობს მაფია. საერთოდ სოფლიოში ეს ხდება ძინარე საზოგადოების გარშემო მღვიძარია მაფია. როდესაც საზოგადოება არის ფხიზელი, მაფია არის მძინარე. ეს არის რეალობა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ არ ვქნებ ფხიზლები,
რა თქმა უნდა მაფია იმუშავებს ძალიან კარგად და მუშაობს კიდევაც რატო იმიტომ რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხიზლად არ არის და პასუხს არ ითხოვს მაგალითად საფრანგეთში ელემენტარ რაღაცა არაპატია საფრანგეთის პრეზიდენტს ყვითელი ჟილეტების აქცია ალბათ გახსოვთ თქვენ ხო საწვავზე ფასის მომატება ელემენტარ რაღაცა არაპატია და ჩვენთან ყველაფერი ზურდება შედიხარ სუპერმარკეტში ერთ კვირაში მეორე კვირას გაიარკე და გაძვირებულა მესამე კვირას გაიარკე და გაძვირებულა ასევე აფთიაქებში საწვავი ხომ ლარსი პარაოსი მიშაო და ისმის კითხვა ახლა ვინი პარავს ლარს უჩა მამაცაშვილი თავისი დეიდაშვილი თავისი დეიდაშვილია და პასუხს არ ითხოვს ხო ესე მართავს სახელმწიფოს ივანიშვილი და ჩვენ მომავალი არ გვექნება რა თქმა უნდა ესეთი მართლობებით დიდი მადლობა ეს იყო ზურაბ ირემაძე მოქალაქედ ყველას უსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში პრაქტიკულად დაცარიელდა ეხლა აქაურობა ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოა ეს ადგილი დატოვეს უკვე როგორც პოლიციელებმა ასევე ჟურნალისტებმა მოქალაქეებმა რომლებიც ესწრებოდნენ მზიამაღლობელის საქმის განხილვას სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი გებუაძე დაკითხეს ის არის დაზარალებულად ცნობილი ამ საქმეში სწორედ ის ამბობს რომ ტკივილი განიცადა თითქოს სილის გაწვნის დროს და სილის გაწვნის ფაქტზე ედავებიან მზიამაღლობელს პოლიციაზე თავდასხმას მას ელოდება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. მზიამაღლობელი არის უკანონო პატიმრობაში და ამას ადასტურებს დღეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, უფლებადაცვითი ორგანიზაცია. იურისტების შეფასება არის ძალიან მკაფიო, რომ სისხლის სამართალს სჭირდება აუცილებლად ზიანი, როცა ზიანი არ არსებობს, ან უნიშნელოა ზიანი, ამ შემთხვევაში თავად სისხლის სამართლის კოდექსი ამბობს, რომ არ შეიძლება ვილაპარაკოთ საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაულზე, ამას რომ იურისტების შეფასება დღეს არის ძალიან მკაფიო მზიამაღლობელის საქმეზე, რომ კვალიფიკაცია მზიამაღლობელის საქმის, ანუ ბრალდება, რაც წარუდგენს მზიამაღლობელს, რაც მას აქვს წარდგენილი და ამ დრომდე რჩება უკანონო პატიმრობაში, არის იმდენად უსაფუძვლო და უკანონო, რომ უნდა ჩაითვალოს ეს პატიმრობა უკანონო პატიმრობა და ეს ბრალდებაც ასევე არის უკანონო, რადგანაც არსებობს ზიანი, რაც სილის გაწვნას მოყვა, ან იმდენად უნიშნელოა ეს ზიანი, რომ მას არ შეეძლო გამოიწვია ჯანმრთელობის ზიანი, ან საფრთხის შექმნა ჯანმრთელობის კუთხით იგივე ირაკლი გებუაძის მიმართებაში, ასევე იურისტები და უფლებადამცველები საუბრობენ სასამართლო პრაქტიკაზე, მაშინ როცა ბევრად უფრო მძიმე შემთხვევებში, როცა პოლიციას დანა დაარტყეს და მას ჰქონდა ჯანმრთელობის დაზიანება, როცა პოლიციას თავში მინის ბოთლი ჩაარტყეს და სისხლის ჩაქცევები ჰქონდა, როცა პოლიციას საზარდულის არეში ამოარტყეს ფეხი და მასაც ასევე ჰქონდა დაზიანება, გარკვეული დაზიანება. ამ შემთხვევებშიც კი და დამეთანხმებით რომ ეს არის ბევრად უფრო მძიმე შემთხვევები, ვიდრე სილის გაწვნა, სასამართლო საქართველოშიც კი არ უთქვამს, რომ ეს იყო პოლიციაზე თავდასხმა და თუ კი თავდასხმა არ არის მინის ბოთლის პოლიციელისთვის თავში ჩარტყმა, ან მუშტების ჩარტყმა პოლიციელისთვის, ან პოლიციელისთვის საზარდულის არეში ფეხის ამორტყმა, მაშინ როგორ შეიძლება განვიხილოთ და ვისაუბროთ იმაზე, რომ სილის გაწვნა, რომელსაც არ მოხონია არავითარი ზიანი, ეს შეიძლება იყოს პოლიციელზე თავდასხმა. და სწორედ იმის გამო, რომ კვალიფიკაცია მზიამაღლობელის მიმართ არის დაუსაბუთებელი და არ ეყრდნობა სამართლებრივ დასაბუთებას და ამის პარალელურად ჩვენ ვისმენთ პოლიტიკური არლეგიტიმური ხელისუფლების სახელმძღვანელი პირების განშორების ოცნების პრემიერის მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას მზიამაღლობელის საქმეზე საუბრის დროს მზიამაღლობელის მიმართ და ირაკლი კობახიძე და კიდევ რამდენიმე მაღალ ჩინოსას მზიამაღლობა უჩივდა სასამართლოში სწორედ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევის გამო, სწორედ უფლებადამცველების პოზიციები დღეს არის ძალიან მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, რომ მზიამაღლობელი არის უკანონო პატიმარი და მაქსიმუმ შეიძლება აქ იყოს ლაპარაკი ადმინისტრაციულ პასუხისგებაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე, როცა შეიძლება შეფასდეს როგორც პოლიციელი შეურაცხყოფად, ანუ სილის გაწვნა შეიძლება შეფასდეს მაქსიმუმ სწორედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად. 16 მაისს გაგრძელდება მზიამაღლობელის საქმის განხილვა, ჯერ კიდევ სასამართლო პროცესზე განიხილება და იკითხებიან პროკურატურის მოწმეები. დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის, ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები.gi-დან, გაზეთი.gi, რომ მიიღოთ განახილებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.